და მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. ეს წელი, რომელიც თავდება 2024 წელი, იყო არაჩვეულებრივი წელი. შეიძლება მხოლოდ კარგი არ გვახსოვდეს, მაგრამ კარგიც უნდა გავიხსენოთ. ეს იყო წელი დიდი ერთიანობის. ჩვენ ყველანი ვიყავით ერთსულოვანი. როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი წინა წლის ბოლოს და იანვარში კიდევ ვიყავით აღტაცებული და გახარებული ამ არაჩვეულებრივი ნაბიჯით. ჩვენ ვიყავით ერთნი და გახარებული, როცა საქართველო გავიდა ევროპულ ასპარეზზე ფეხბურთით. ჩვენ ვიყავით ერთიანი და გახარებული, როცა ვიმარჯვებდით ოლიმპიურ თამაშებზე და როცა ქართულ დროშას უყურებდით და ქართულ ჰიმნს უსმენდით. ჩვენ ვიყავით ერთად და ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ერთად, იმიტომ რომ საქართველო არის ძალიან ძლიერი. ამ წელსმა სხვა რაღაცებიც მოგვიტანა. ეს წელი იყო რუსული კანონის და რუსული კანონების წელი. ეს წელი იყო რუსული მეთოდების, რუსული რეპრესიების, ჩვენ ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი სულის წინააღმდეგ, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ. და ამდენად არ ვიცი როგორ დარჩება 2024 წელი ჩვენ მეხსიერებაში. შეიძლება ერთი გავიხსენოთ, შეიძლება მეორე გავიხსენოთ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ გავიარეთ ეს წელი, ჩვენ მოვედით ბოლომდე. დღეს მე გილოცავთ ახალ წელს ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი იმ ადამიანების, იმ საჯარო მოხელეების, რომლებიც დაითხოვეს დღეს 86 ადამიანი და გუშინ წინ და ეს ალბათ გაგრძელდება. მაგრამ ესეც გამარჯვება არის. ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებმაც თავისუფლება დააყენეს ყველაზე მაღლა, რომლებმაც ღირსება დააყენეს ყველაზე მაღლა, რომელმაც იციან, რომ ქვეყანაზე და მის სიყვარულზე მაღლა არაფერი არასოდეს არ უნდა იდგეს. და ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ჩემთან არიან გამარჯვებულნი, არიან ძლიერნი და მომავალი მათი არის. იმიტომ რომ სახელმწიფო არ არსებობს, თუ არ არსებობს ძლიერი, ღირსეული საჯარო მოხელე. ეს არის საყრდენი, ეს არის მეხსიერება, ეს არის ყველაფერი, რაც ქმნის სახელმწიფოს და ჩვენთვის ყველასთვის ყველაზე ღირსეული და ყველაზე ძვირფასი არის სწორედ სახელმწიფო. საქართველო მხოლოდ ბუნება არ არის, მხოლოდ ადამიანებიც არ არის. არის სწორედ ის, რაც მოგდის საუკუნეების შემდეგ, რაც შეიქმნა ძნელად, ბრძოლით, გაუთავებელი ბრძოლებით და რაც ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო. ამას ვიცავთ ჩვენ დღეს. ვიცავთ რუსებისგან გარეთ, ვიცავთ შიდა რუსებისგან. ბევრი არიან, თუ ცოტანი არიან, არ ვიცით, ვინ რისთვის დგას იმ მხარეს, რომელიც არ არის საქართველოს მხარე. მაგრამ ეს დაყოფაც არ გაძლებს. იმიტომ რომ ბოლოს დადგება ის დრო, როცა ისევ დაუბრუნდებით სწორედ ერთობას, ერთიანობას. რადგან ეს არის, რაც ჩვენ ვიცით, რომ ამითი გადავრჩებით. ჩვენ ამითი გადავრჩით საუკუნეების მანძილზე, როცა ერთად ვიყავით. და დღეს ის, რაც ხდება და რაც არის ნამდვილი სასწაული. დღეს როცა გაიშალა ეს უზარმაზარი სუფრა რუსთაველზე, რომელიც სწორედ არის ერთიანობის სუფრა, სიყვარულის სუფრა, მომავლის სუფრა. ამითი ჩვენ ყველგან გავალთ.
ამითი ჩვენ ყველას გავაკვირვებთ. ამითი ჩვენ თავს გავაკვირვებთ, როცა ერთად ეხლა მალე ვიმღერებთ მრავალჟამიერს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სული, ჩვენი ძალა, რასაც ვერავინ ვერასოდეს ვერ წაგვართმევს. ამიტომ მინდა რომ ყველას მოგილოცოთ 2025 წელი, როგორც ნამდვილი გამარჯვების წელი, გამარჯვების წელი ჩვენ თავზე, რომ ყველაფერი დავძლიოთ, რაც ჩვენში შეიძლება არ იყოს საკმარისი, შეიძლება იყოს ცუდი, დავძლიოთ ყველაფერი, დავძლიოთ ერთად და ვიქნებით ყველანი გამარჯვებული. გილოცავთ ახალ წელს.